ქრისტიანობა არის რომ დაეცემ შენ შეგიძლია რომ წამოდგე და ისე უერთგულო ქრისტეს. აი ეს არის ქრისტიანობა. რამდენჯერ ყოფილა წმინდა მამასთან მისვლა ადამიანი და ეუბნება დავითს მაგალითად წმინდა სისოი დიდი ცხოვრებიდან არის დიდი წმინდანი მივიდა მისი მოწაფე და მამაო დავეციო და რა ვქნა წამოდექიო და ისევ დავეციო და ისევ წამოდექიო ანუ როგორც ჩანს მივიდა ისეთი ადამიანი რომელიც არაერთხელ დაცემულა რაღაცა მძიმე ცოდვით როგორც ჩანს მათი საუბრიდან თორე აქ არ არის იმაზე საუბარი რომ აი რაღაცა გამეფიქრა რაღაცა ცოდვით დაეცა და კიდევ წამოვდექიო და კიდევ რა გავაკეთო კიდევ დავეციო და როდემდე გავაკეთო ასე მოწაფე ეკითხა და იქამდე ვიდრე ან მონანულს და ან ცოდვილს არ გაგიხმობენ ამ წუთის ოფლიდან ანუ როდემდე ბოლომდე და ქრისტიანობა სწორედ ეგ არის რამდენჯერაც დაეცემ იმდენჯერ გქონდეს სურვილი წამოდგომისა ამიტომაც სახარება ესე რომ ვთქვათ შეგვაგულიანებს და გვეუბნება რომ სხვებიც დაცემულა დიდებიც დაცემულა მაგრამ ვიღაცა აღარ წამომდგარა და ვინც წამოდგა ის შეიძლება ძალიან დიდ წვერვალზეც კი ავიდა სულიერების და ესეთი იყო პეტრე მოციქული იუდასაც შეეძლო რომ წამომდგარიყო აი წმინდა მამები რა საოცარი ასეთ რამეს ამბობენ იუდას რომ შეენანებინა ანუ იმგვარად როგორც პეტრე მოციქულმა შეინანა უფალი მასაც მოციქულთა თავად დაადგენდა და ვინ არიან მოციქულთა თავად ერთი პეტრე მოციქული რომელმაც უარყო ქრისტე მაგრამ შემდეგ შეინანა და გულხურვალე ხადაგებელი შეიქმნა და მეორე მოციქული პავლე რომელიც დევნიდა საერთოდ ქრისტიანებს აი ჩვენ რომ და ჩვენ ახლა იმდანაც არა ასაკით პატარები ვართ ჩვენს აი პაპებს და კიდევ უფრო წინ აი კომუნისტური ათეისტური რეჟიმი ვისაც თავის თავზე გამოუცდია ის შეიძლება მოგონილი ყოფილიყო იმასთან შედარებით რასაც პავლე მოციქული აკეთებდა როგორც ის ექცეოდა ქრისტიანებს და აი ესეთი კაცი არის მოციქულთა თავი რადგან მან ის გულწრფელი იყო იმას კიდე სხვა პრობლემა ჰქონდა ანუ იმან კი არ უარყო ქრისტე იმან როდესაც გაიგო რომ ეს არის ნამდვილი და ჭეშმარიტი ანუ იერუსალიმიდან დამასკოში მიდის რომ ქრისტიანები დევნოს და გზაში უფალი ეცხადება და ეუბნება რატომ დევნიო თან მიმართავს არა საულეთი რომელიც საულე ერქვა არამედ საული რა ისამ დევნი მე საული იყო პირველი მეფე ისრაელისა რომელიც მეფე დავითს დევნიდა და ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცოდა რჯულში გაწაფულმა მოციქულმა პავლემ და ესე იგი მიხვდა რომ რაღაცაშია საქმე ესე იგი ანუ მას რომ მეგონა რომ ქრისტიანთა დევნით მამა პაპის რჯულს იცავდა თურმე აღმოჩნდა პირიქით და ეს რომ გააცნობიერა აი მაშინვე ქრისტეს გულხურვალე ქადაგებელი გახდა და ეს ორი დაადგინა უფალმა მოციქულთა თავად ახლა კითხვა რომ დავსვათ რატომ დაადგენდა იუდას მოციქულთა თავად რადგან მასაც ექნებოდა დაცემის გამოცდილება აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და გახსოვთ აი როდესაც მარიამ მეგვიპტელის ხსენების დღეა ხოლმე იკითხება სახარება სადაც ერთ-ერთი ცოდვილი დედაკაცი მოდის მაცხვარი მაშინ იმყოფება სიმონ ფარისევლის სახლში და ეხზე ეამბორება ცრემლით ფეხებს უსვალებს თმებით უმშრალებს ძვირფას ნოსაწყებებს ცხებს და ეს ფარისეველი ფიქრობს რომ ეს რომ წინასწარმეტყველი იყოს მიხვდებოდა როგორი დედაკაცი ეხება მის ფეხებსო და რა უთხრა მაცხვარმა რა მაგალითი მოუყანა ერთ კაცს ორი მევალე ყავდაო ერთს 500 ემართა ერთს 50 და რადგან არც ერთს არ ქონდა ორივე საპატიაო და ვის უფრო მეტად ეყარებაო და სიმონმა უთხრა ვისაც 500 აპატიაო ხო და აი შეხედა მე შემოვედიო და შენ წყალიც არ მომეციო არ მეამბორეო ზეთი არ მცხეო ეს ხალი კიდე რომ შემოვიდაო ძირფასი ნოსაწყებელი მცხო თავისი ცრემლით წყალი კი არა ცრემლით დამბანა ფეხიო თმებით შეამშრა
ამიტომ გეტყვია, რომ ამას მეტი მიეტევაო, რადგან მეტი შეიყვარავ და დაცემის გამოცდილება ვისაც აქვს, ჩანს ეკლესიის ცხოვრებიდან, რომ მათ უფრო მეტად შეიყვარვის მერე ქრისტე. იგივე მოსეშავი, იგივე მარიამ მეგვიპტელი. წარმოედგინეთ, მთელი 3 ათეული წელი და კიდევ უფრო მეტი, აი ესე უდაბნოში 3 პური სამარა მიდის. წარმოედგინეთ, ახლა რომელი ადამიანი იტყვის, რომ მეც შევძლებდი მაგას. მან იმიტომ შეძლო, რომ მან შეიყვარა უფალი. და იუდასაც რომ შეენანებინა, ექნებოდა რა დაცემის ეს გამოცდილება, ისიც მრავალი ადამიანის მუგეშად იქნებოდა. ამიტომაც აი სახარება შეგვაგულიანებს და გვეუბნება, რომ მუგეშინია თუ წამოდგომა გინდა, შეგიძლია რომ წამოდგე. ის რაც აქამდე მოხდა, არ შეგიშლის ხელს იმაში, რომ წინ წახვიდე და სული გადაირჩინე. არ შეგიშლის იმ ხელს. შეგვიშლის რა? წამოდგომის სურვილი თუ არ გვექნება, აი ეს შეგიშლის. თორე მაგალითები ბევრია, რომ წამომდგარან და სული გადარჩენენ. მაგრამ იმის მაგალითებიც არის სამწუხაროდ. 50-60 წელი უღაწიათ მამებს და დაღუპულა. ამიტომ რასაც აკეთებ ადამიანი, სიმდაბლით უნდა აკეთო და სიყვარულით.